გამარჯობა. ჩვენ ახლა მოვიფიქრეთ ესეთი რაღაც ტელემაყურებელო თქვენ არ მოგმართავთ ამ შემთხვევაში. ნუ ტელემაყურებელსაც მივმართავთ რომ ნახოს ეს ყველაფერი ადამიანმა. ეხლა არის საღამოს 11 საათია უკვე დაწყებული. ჩვენი გაცემა დაიწყო 10 საათზე და 11-ია უკვე დაწყებული. ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ რომ აი ადამიანები რომლებიც სამსახურიდან მოდიან და არიან დაღლილები. სამშაბათი დღეა მაინც რაღაც ყველას მოდი კიდე შოუს უყუროთ. მოდი ხوار ჯობია მოდი ცოტა განვიტვირთოთ და მერე უყუროთ. კი ეგრეც შეიძლება. იგივე სიტუაცია დარბაზში, ხო ეს ჯობია, ჯერ უფრო განვიტვირთოთ. აი დარბაზში ხალხი მოვიდა ჩვენი გულისთვის, ჩვენ კომფორტი უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ დარბაზმა იგზნოს თავი, როგორც სიტყვაზე დაუშვათ გასართობ ადგილას. ნებისმიერ გასართობ ადგილას. ჩვენ თხოვნა გვაქვს დარბაზთან, ყველა ადამიანთან, ვისაც სურვილი აქვს და ვინ ჩვენ გვერდით იქნება, ჩამოვიდეს და ჩვენ გვერდით ადგეს სცენაზე და ჩვენ შევქმნით სიტუაციას, რომ ჩვენ ვართ სადღაც ძალიან მაგარ ადგილას, სადაც კარგად ვერთობით, მუსიკით და ყველაფრით. შეგვიძლია დავიწყოთ. ჩამოვბრძანდით თუ შეიძლება. აბა რამდენი ადამიანია ჩვენ გვერდით? აბა ჩამოვიდა. ძალიან კარგი, ჩვენს უკან 20 მარცხნივ. მუსიკა ხმამაღლა. Shake that. Party rock, look up for your girl, she on my jock, Now stop when we in the spot, booty moving weight like she on the block. With a drink, I got to know, tight jeans tattoo, cause I'm rock around. Half black, half white diamond now, gang of money, open up. Yo, I'm running through these halls like Trado, I got that devilish flow, rock and roll, no halo, we party rock. Yeah, that's the crew that I'm repping on a rise to the top, no Lennon or Zeppelin. Hey, party rock is in the house tonight. Everybody just have a good time. Yeah, and we gon' make you lose your mind. Everybody just have a good time. Party rock is in the house tonight. Everybody just have a good time. And we gon' make you lose your mind. We just wanna see you Shake that. ახლა კი სასიკვდილო ნომერი. ჩეოსტარის ჟიურისთვის ბევრი რამე მივატოვე, შავინოში ახლა უკვე ფორთოხლები ბანაობე. ჩეოსტარის ჟიურობა ცოტა არ იყოს ძნელია, პირველ თორს თუ გადალახა მეორე ბნელია. რა უნდა გიქნა? უტუტუტუტუტ. მაიმუნოშე. არა, რამდენ სიტანთ ეს საყვარლები. ეს კარგია ახლა. ხარაგაულიდან ჩამოვედი თქვენგან, გზაში მოგვივლიდა ჩვენა ვარია. და მაინც რომელი შევჭამა პირველი კვერცხი თუ ქათამი? და მაინც რომელი გაჩნდა პირველი კვერცხი თუ ქათამი? Яйца или петух? ფაკო, ერთი წუთით. გესმენ. ახალია კი არა, ეხა მე უნდა გამოვაცხადო. ჯერთი, შენ საერთოდ არ უნდა გამოვაცხადო რა. იმიტომ რომ მე ვარ შენზე მაგარი წამყვანი. მე ვარ რატო? ელასტიური ვარ და იმიტომ. შენზე უფრო ელასტიური ვარ და მაგიტომ. ჩემზე დამიტკიცე აბა ერთი ჩემზე ელასტიური რანაირად როგორ ხარ რატო გონია რომ ჩემზე აი ხიდს ვაკეთებ მაგალითად გააკეთე აბა აი ეცადე აჰა მე შენზე გონება მახვილი ვარ იცი რა ხარ გონება მახვილი მე რა აი უყურე რა ой თავწნება და ბატონო მინი სცენები აი და რა გიყავე ბრალი ბალერონი
მინისცენა სატელევიზიო კასტინგი. გამარჯობა. გამარჯობა. გადაცემაში მინდა რომ მივიღო მონაწილეობა. გადაცემაში რა ვიცი, აბა რა. მიყურეთ. შვენიერ მამაისმა. არა, გამიხალიცა. ჯეოსტარი ხო არა, ჯეოსტარში ვერ მიგიღებ. არა, ვერ მიგიღებ ჯეოსტარში. ჯეოსტარში ვერა? არა, ვერ მიგიღებ ჯეოსტარში. შენ აი კიდევ შევიძლია რაღაცები. ნიჭიერი ხო? ნიჭიერი. არა, ვერ მიგიღებ. არა, ნიჭიერშიც ვერ მიმიღებ? არა, ვერ მიგიღებ ვერა ნიჭიერში. ნიჭიერში? ვერ მიგიღებ. სუ ხარი. იღბლიანი ბორბალი. ხო, არა, იღბლიანი ბორბალში. არა, ვერ მიგიღებ. იღბლიან ბორბალში ვერ მიგიღებ. არა. მისა რა ქვია? ჯექსონის ბესამე მუჩო. მელომანია, ხო, მელომანია. არა, მელომანიაში ვერ მიგიღებ. არა. ოჯახმა გამომაგდო იცი და წაღიდან ცოლმა მიმატოვა. კაბიკი ფული არ ამოქვს ხალხი ნოჩნო. პროფილი. კი ბატონო, პროფილში მიიღებ. წამოდი, მაიკო, ვიშოვე კიდე ერთი, წამოდი. უბრალოდ მოხუცი ჯადოქარი. სურვილებს შემისრულებ? კი. მანქანა მინდა. ახალი. გარეთ უახლესი მანქანა გელოდება. ისა, მობილური ტელეფონი მინდა. კარგი. საუკეთესო მობილური შენს ჯიბეშია. ისა, დიდი სახლი მინდა, სასახლე მინდა. მოხუცო ჯადოქარი. უზარმაზარი ციხე-სიმაგრე გელოდება გარეთ. ისა, ბევრი ოქრო მინდა. ოქრო მინდა ბევრი. ციხე-სიმაგრე სავსეა ოქროებით. კაი, ჩავა რა ეზოში. არა. კარგი რა ბაბუ, ხო გეთამაშე და რა გავაკეთო მე? ის არ გიტყვია ბევრი ფულები მინდა, აი, ბევრი ფულები მინდა. ბოღმიანი მეგობარი. გიო, როგორ ხარ? კარგად. ბიჭო, ისა, შენ რა შვები, მანქანა ჩამოიყვანე, რომ ჩამოიყვანე. შენ სახლი გარემონტე? კი, გავარემონტე, ყველა ოთახი გავარემონტე, კი. შენ რა ქენი ამ ზაფხულს მაიამიში იყავ, ხო? მაიამიში გავისწრე. ეს ოქროა. კი, ოქროა, ბაჯაღლა ოქროა, კი. მომისმინე, ტელეფონი რომ უნდა ჩამოგეტანა ბოლო მოდელის. გამოაგზავნე, ხო? გამოახოლი ტელეფონი. შენ მუშაობა დაგიწყია, ხო? კი, დავიწყე მუშაობა, პირველ არხზე დავიწყე მუშაობა. გილოცავ. ძალიან გამეხარა, ძალიან. გილოცავ. ვამონტაჟებ და ის ადია. სიტუაცია ქუთაისური დისკოთეკა. Vedi, voglio. Eisa, voglio. Vedi, voglio. Eisa. Vedi, voglio, vedi. Rakeni. Devitri, bijo. Gigari, დისკოთეკა 90-იან წლებში. Y'all ready for this? სასიკვდილო ნომერი. ახლა კი სასიკვდილო ნომერი. ქართველი ტურისტი ინდოეთში. ბიძია, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, დაგვეხმარე რა, გეხვეწები ბიჭი. ვაკელი ბიჭები. მოდი. მაგრად მელატრება. აი ვიცი რომ ის ეხარ, მაგრამ უნდა გავაკეთოს რა. მაგრად მელატრება, კაკუს. რა ქვია? ნათელა. ანუ ნატკა. ო, ნატკა, იას. აი მაინც დაუძახე.
არ დაუძახო, შეიძლება გული გამიხდეს, როგორც ცელკას ბორბალი. აი დაწყნადი, ვიცი რომ გული გაქვს დაწობილი და რაღაცა ისე ხარ, მაგრამ უნდა დაუძახო. ნატკო! ნუ და ნატკო! აუ გამოვიდა. მომისმინე ნატკო, მომისმინე დაიკო. ხო შეიძლება დაიკო თიმიბად. კაი, მაშინ მომისმინე დაიკო. შეიძლება ამაზე ლამაზმა შეგიყვაროს, მაგრამ ამაზე ლამაზად ვერავინ ვერ შეგიყვარებს. რა? აუ ჯიგარი. მოდი შენც უთხარი რა. ნატკო! საღოჩე. წუხელ შენ, როცა გეძინა. საღო. მე შეთან პატარა აგავაზი გამოვაგზავნე. ოქროს მეთქი რა შვება როგორ არის, მაინტერესებს. აგავაზი უკან მოვიდა და რა მითხრა იცი? რა გითხრა? კულმინაცია. ანგავაზებს არ უთვალ თვალებს. აუ საღოჩე, საღოჩე. მომისმინე, მამამის რა ქვია? მამამის ჯონი. ანუ ჯონკა. ჯონკა ბიძი. აი დაუძახებ რა. აუ არა ჯონკას მაგრამ აი მოიცადე ჯონკა ბიძიო შო გამოვიდა გამარჯობა ჯონკა ბიძია აქ ქორწილი იქნება თუ რაღაცა იქნება პრობლემა არ არის რაღაც არყებს დავითრებ და რაღაც თხილი მიწის თხილი რაღაც ჯერ მარტო ჩიპსი იქნება სამნაირი ჯონკა ბიძია ყველაფერი იქნება მოდი შენ უთხარი რა ძმა რა ჯონკა ბიძიო ო გამოსულა შეიძლება თქვენი ქალიშვილისთვის უკეთესი გინდათ ეხლა მე რაღაცა უბანში ვარ დავძელაო რაღაცა ხოაზე ხართ ეხლა არ მინდა უძდელი ვიყო ჯონკა ბიძია არა ავი რა უნარებს ვისწავლი ჩავაბარებ ვიმუშავებ და იქნება ამის მერე მაინც გავხდე თქვენი ქალიშვილის ღირთ ჯონკა ბიძია არ მისმენ და მაგრად ვიძაბებ ჯონკა ბიძია ანუ ჯონკა ბიძია უას გვეუბნები ეგრე ჯონკა ბიძია ანუ უას გვეუბნები მოიცადე ციცო საცხოვრობს ციცო ბავშვობაში შევასებოდი ო ციცო ანუ ციცკა ო მე სამე სადარბაზოში ამო იმას დავადგეთ აუ მაგრად მელატრება აუ ვიცი რა ისე მაგრამ უნდა დავადგეთ მაგრად მელატრება ბიჭო გადავწყვეტ ჩვენი კონკურსი დასასრულს მივახულა დარჩა სულ 10 წამი თქვენ შეგიძლიათ გამოგზავნოთ SMS-ები ნომერზე რაღაც ნომერზე და დრო წასვლა დაიწყო 10 9 7 6 5 4 სულ ცოტა დრო გადარჩა 3 2 და კონკრეტული 1 მოვჭა დამთავრდა კონკურსში გამარჯვებულია შემდეგი ნომერი. თქვენი შოუს სცენაზე ჯეოსტარის ჟიური. საქართველოს ჯეოსტარის ძიებაში ალპატრივარ გადაბაში გავხარხალმესიაში მოვისმინე ზოგი თბილი ზოგი კიდევ ზარიჰანგი ვერი იყო ოქროსყური ვერი ოქროს ფარშევანგი თავის გამო შენის მიზნი დაგვინარი ომოსული ზოგი იყო ანდური და ზოგი კიდევ სალამური ზოგის თავსკვა მახსოვრებდა საოცარი იმილი ზოგი წია მახითარდა ზოგის კიდევ ჰირი ვერ გადახვედი შემდეგ პროში. მე მომენტ სმენის პრობლემა ძალიან მაგარია ჯობია რომ პროფესიას საგინდა სწავლა გააგრძელო. კონსერვატორიაში რაც გვიმღერებ. ო რაიმედით გელოდი ვინ მომიშუშებს იარეთ მეგონა შენ მიმღეროდი თურმენ ძელა შრიალეთ ჟიურის წერი რამენუადო ჩაუინოში ახლაუდო თოთოხლები ბანაობე ჯეოსტარის ჟიურობა ცოტა იყოს ძნელია პირველ თორს თუ გადალახა მეორე ბნელია არის ხალხს სამსინდრომს ვერსაჩაუს ჩვენამდე მეორე ტურის პატოვი მარინა ბერძე
მე მარინა ბერიძე გამოდის რომ მე ყოფილ ვარ ლარაკოთა თელაზე ნიკო ნერგაზე ნიკო ნერგაზე სოფო ხავაში კი დე და ლა мама зи შუ ძალიან მაგარია შეხარ უნიჭიერეს ესამდენი მარგალიტი სადმოგვდა ნეტა ერთა ჩემმა თვალემ მარანახა ვაიდედა გამახი ქვეყანაზე მაგრამ მაინც გამაკვირვა მე რაინდმა ფუტკარაძე მაგრამ მაინც ჯოსტაში ასეა თუ ისეა აქ ყველაფერი მიგია ჯოსტა მაგრამ მაინც ჯოსტაში ასეა თუ ისეა აქ ყველაფერი მიგია ჯოსტარი 2011 მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მოიცადე მე მოგესალმებით. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. თუ შეიძლება რა დამაცადე რა. მოიცადე როგორ უნდა დაგაცადე მე მოგესალმებით. მოგესალმებით. მოიცადე მე ხო ვლაპარაკო. მე ვერ ხედავ თუ რაღაცა გამჭირვალი ვარ. გაჩუმდი. გაჩუმდი აქედან. გამჭი. საერთოდ შეგენება. всё, გაიგე, всё, წაიყვანე ხა, წაიყვანე. შენი საყვარელის ბრალია სულ. გითხარი რომ არ შეიძლება. კაი, დაწყნარდი. ქმარი და საყვარელი. ეს ჯო, გამოდი. აი, გადაგე. მანანა საბუთებს სადაც ჩავალაგებ იქ კი არტოვებ ხოლმე. იმაიც უნდა დამრჩეს. მანანა სარკე გქონდა ჩვენ კარადაში? რა ეჭვიანი ვარ. საკუთარ ცოლზე რო კაცი მაგას იფიქრებს, უნდა გასრიცო ესეთი ეჭვიანია. მეჩვენება ესეთი რაღაცე. აბა ცივი ფანტა, კოკა-კოლა, სპრაიტი. ჩვენი ბანკი გთავაზობთ უნიკალურ სისტემას. ვაიმე. თქვენ იმყოფებით საქველმოქმედო კონცერტზე. ეხლა თქვენ წინაშე გამოვა გურამჯაში გიტარა. ჰაიდე ბიჭებოდა ცეს. ჰაუს ჩვენი დასტირა და გიტარა. ეხლა ჩუმად არის. არა, ეჭვიანი ვარ. ძალიან ეჭვიანი ვარ, მაგრამ სარკე როდის მართლა სარკეა ნეტა?
დაგიჭირე ახალგაზრდა. მარცხენა ხელით კი არა, მარჯვენა ხელით უნდა გაგიკეთებინა. თქვენგან მარჯვენა, ჩემგან მარცხენა. და თუ შეიძლება კარი დახურეთ. ვინ ხარ? ვინ ვარ? დიახ. ეხა გაცინო. ეხა გაცინო. ვინ ხარ? მითხარი. ვინო ვერ მიხვდი ვინ ვარ? ვერ მიხვდი. რაღა დაგიმალდა? კარადის ხელოსანი. კარადის ხელოსანი. კარადის ხელოსანი. რაღა დაგიმალდა არ მჯერა. არ გჯერა? არა. კაფელში კი ვარ. კაფელში კი ბრძანდებით არ მჯერა. მე ხანძრე ვარ, ხანძრებს ვაკეთებ. აკროფ. ხო, თქვენ აკროფ. კი, არ მჯერა. მაშინ გენაცვალე მითხარი რას დაიჯერებ და იმას ვიტყვი. რაღაც ჩამოუყალიბებელი მეჩვენები. ჩამოყალიბდე? ხო, ჩამოყალიბდი და მე დიახ, ჩამოყალიბების პროცესში ვარ ეხლა. არამდგრადი პიროვნება, ჩამოყალიბდე, ესე იგი, მე ხავ ყალიბდები, მე ხანძრის კაფელში კი ის თუ კარადის ხელოსნის გვამი იპოვონ ხვალ პოლიციელებმა ჩემს ოთახში. იცით რას გიზამთ? მაგ თქვენს თავს, მრგვალ და ხუჭუჭა თავს. აი ესე ორად პროდასავლურ და პროაღმოსავლურ ნაწილებად გიქცევთ. დიპლომატიურად რო არ გითხრათ, თაყვანს დაგანგრევთ. თქვენ მივხვდი. ეხლა მივხვდი, რომ ჩემი ცოლი საყვარელი ხართ. ჩემი ცოლის, დიახ, ჩემი ცოლის საყვარელი ხართ. კი. არა. ჩემი ცოლის საყვარელი ხართ. არა ვარ. ხართ. არა ვარ. ხართ. არა ვარ. ხართ. არა ვარ. შემარჩინე ხა სიტყვა უყურებაც. რას გიზამიცი? რას გიზამი? შეგარცხვენ. და მიყვირი ახლა შენ? ხო, გიყვირი. და შენ გონია ადვილია აქ დგომა და ესე ყოფნა? გონია რომ ეს ადვილია? აბა ერთი წარმოიდგინეთ თავი ჩემ ადგილას. წარმოიდგინე, აბა ერთი დადექი, აბა ჩემ ადგილას როგორი აქ ყოფნა. მოდი, აბა. რა? ვინ ახარ შენ? ჩემი ცოლის საყვარელი ხარ? არა. რა გინდა აქ? თავპირი უნდა დაგინგრიო. რა უნდა გიქნა? უტუტუტუტუტ. მაიმუნო შენ. არა, რამდენ სიტანთ ეს საყვარლები? ეს კარგია ახლა. არა, მართალი. მაგრამ იცი რას გეტყვი? რას ვიტყვი? თავპირის დამტრევას ვერ გადამირჩევით. გამობძანდით. გამოდი გარეთ. ან თავპირი უნდა დავამტყიო? გამოდი გარეთ. ხო არ მომკლავდით კიდეც. გამოდი. გამოვიდე. ესე გარწმუნებული ხარ უნდა გამოვიდე? გარწმუნებული ვარ, უნდა გამობრძანდი. აქ და მე თქვენ მერე რაღაცებს სურპრიზებს შემოგთავაზებთ. ესე გადაწყვეტილი გა. ხო, უნდა გამოვიდე. ზემო. გამოდით. მე მანანასგან ესეც რაღაც სარვადი. მანანასგან მე ამას არ ვყიდი. გამოდი აქ. დადექი. იცით რას გეტყვით? მე თქვენთან მქონდა სასაუბრო. ხოლო თქვენთან მქონდა სასაუბრო. ბიჭებო, იცით რა არის? მე თქვენი თაობის ანიც ვიცი და ბადიც. იცით რა არის? თქვენ ხართ ახალგაზრდები. სისხლი გიდუღთ, ხან ვისი ცოლი მოგინდებათ, გესმით? მე თქვენი ძალიან კარგად მესმის რა. ოღონდ რა იცით? რომ მოხვალთ ხოლმე რა, გამავთქილეთ რა. გამავთქილეთ, იმიტომ რომ მანანა შამპანიური გამოიტანე. შეგენაძლევთ, რა ბიჭებო. მოდი ფახო, ამჟამად შენ გამოაცხადე დაიწყე. კი გამოაცხადებ, მაგრამ უარი უნდა გითხრა, იმიტომ რომ მე ხო ორი თვალი მაქვს. ბატონო? მე ხო ორი თვალი მაქვს. ხო, ჩვეულებრივი მომენტია, მეც ორი თვალი მაქვს. ხო, მაგრამ შენ ხო სათვალეს არ ხმარობ, სამაგერ. რა? შენ ხო სათვალეს არ ხმარობ. სათვალეს არ ხმარობ, ხო, მაგრამ რა შუაშია? სათვალეს არ ხმარობ. სათვალე, უცნაური. რა უცნაური სათვალე? უცნაური რა. რა უცნაური რა? უცნაური იუმორი, კაცო. რა იუმორი უცნაური? უცნაური იუმორი. ზურა ლეკიაშვილის და ირაკლი დიდებულიძის უცნაური. ხო მე თავს მაკლია.
აუმორჯოს. უმორჯოს. მანქანა რა ღირს? 9000. 9000 რა ამბავია? არ დამიკლებ? კი, დაგიკლებ. რამდენს დამიკლებ? 2-ს დაგიკლებ. 2-ს 2000 დამიკლებ? კი, დაგიკლებ. მეც არა? კი, 5-ს დაგიკლებ. 5000 დამიკლებ? კი, დაგიკლებ. 900 არ დამიკლებ? კი, დაგიკლებ. 9000 დამიკლებ? დავაკლებ 9000. წავიყვან მაშინ. წავიყვანო, ფული გადამიხადე. ესა 9000 დამიკლე და ფული რაღაცე უნდა გადავიხადო. დაკლებით რამდენსაც გინდა იმდეს დავაკლებ, მაგრამ 9000 ნაკლებად ვერ გავყიდი. ეგ რაღა დაკლებაა. კაი რა აქვს კაი ამ მანქანას? ავტომატიკა. კიდე? კიდე მექანიკა არ არის. ნუ ეგ თავისთავად. კიდე ზადინთა ზადის. ნუ ზადნით ყველა მანქანა დადის. ესეც დადის. კაი და კიდე რა აქვს აი მაინც? რავი, ავტომატიკა გითხარი? კი, ავტომატიკა მითხარი. ესე იგი მექანიკა რო არის გეტყოდი მაგას. კი და ზადნით რო დადის, ეგეც მითხარი. ხო, რავი, პოლნი ავტომატიკა არის, მექანიკა არ არის, ზადინ დადის. ხო, გავიგე, ეგენი გასაგებია. კიდე? კიდე რავი, გარედან რასაც უყურებ, ესავი და შიგნიდან ავტომატიკა არის. მექანიკა არის, ზადინ დადის. აი, გასაგებია, მაგრამ ფერი არ მოწონს რა. რა ფერი არ მოგწონს, ეს გარედან არის ყვითელი თორე. შიგნიდან სულ სხვა ფერი არის. მაგრამ ეგ ვიცი ხო, მაგრამ თან 2012 წლის გამოშვება. 2012 ჯერ არ მოსულა და. ხო, მოვა. რას უყურებს? კარგი, მაგრამ 9000 მაინც ბევრია რა. რა არის 9000 ბევრი, ნაჩუქარია 9000. როგორ არის ნაჩუქარი 9000? ჩემთვის. ჩემთვის კი, მაგრამ კიდე რა აქვს? კიდე რავი, ამეტი არაფერი ეგ აქვს. ახალია ხო? კი, ახალი არის. ხო, კიდე რავი, ამაქანით ვიცი ვინ დადიოდა შენ? ვინ დადიოდა? ყურში გეტყვი. რა? ყურში დადიოდა? ო. მატყუებ? ო. აი თუ გინდა მთელი ბაზარი მოიარე 9000-ად ესეთ მანქანას ვერ იყიდი. კაი, ჯერა და წავიყვან მაშინ 9000. გეუბნები ვერ იყიდი მეთქი. ნუ გაძლევ ფურს და წავიყვან. ვერ იყიდი, არ ყიდი. აი მაშინ რავი ძალიან მინდოდა მეყიდა და თუ გინდა ამაზე უკეთეს უფრო იაფად 7000-ად გაყიდინებ. ხო, არის ეგეთი? კი, არის ეგეთი. კაი, მინდა რეები აქვს იმას. იმას აქვს, ესე იგი ავტომატიკა არის, მექანიკა არ არის და ზადინ გადის. აჰა, ძალიან კარგი. თავარია იქამდე მივიდე. ბაგო, მოიცა. არა, კაი. თვითფასო წერე მაყურებლებო, მე და ამიკო დღეს პირველად ესე კაია. გადავწყვიტეთ რომ გავდგარიყავით როლიკებზე. იმის იმედით რომ სანამ ჩვენ აქედან აქამდე მოვიდოდით, დავიმტრეოდით. და მე უფრო ლოგიკური იქნებოდა იმის გამოცხადება, რა ისი გამოცხადებაც გვინდა. მოგვიწვია ისე რომ არ წავიქით არც ერთი, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მოგვიწევს ისე გამოაცხადოთ ის ნომერი, რომელიც გამოცხადებაც გვინდა. გამოაცხადეთ, მოდი ხო, ბევრი აღარ ვიცი. მე დროზე გამოაცხადე. დამტრეულების ორკესტრი. სად არის მოდია მისმინე რევოლუციის წლის თავისთვის ღონისძიებებზე რა ხდება რაც ჩაგაბარა ყველაფერი კარგად არის ბატონო გიორგი ყველაფერი მოვამზადეთ იქ ვარდის ფურცლებიც იქნება რუსთაველს მთლიანად გადავკეტავთ თავისუფლებაზე რაღაც გამოფენებს მოვაწყობთ არაფერზე არ ინერვიულობთ კარგია გამოფენები კარგია ვარდის ფურცლები კარგია კონცერტზე რა ხდება კონცერტის საქმე ძალიან ცუდად არის ბატონო გიორგი მომღერლები ვერ დავითანხმეთ ზოგს თანხა არ ვიცი ვერ დავითანხმეთ მოიცადე რატო ვერ გზავრები ხომ მოდიან? გზავრები ვერ მოვლენ. ხომ იცით ფინანსური კრიზისი აქვს და გიგი დედალამაზიშვილის დაალომბარდეს. აუ, ესე კონცერტი ჩაგვეშლება? არა ბატონო გიორგი რა ჩაიშლება? ხომ იცით ჩემი ამბავი, მე უკვე ყველაფერზე ვიზრუნე. ბოი ბენდი ჩამომყავს ხარაგაულიდან. მოიცა ხარაგაულიდან? რა ბოი ბენდი არის? ეხლა იმათ დაჭირდებათ რამდენი ფული და ეხლა არა გვაქვს. რა ფული სადილს ვაჭმევთ და всё იმღერებენ. მოიცა საჭმელზე იმღერებენ? კი, როგორ არა ბატონ გიორგი? გაჩვენოთ. კაი, მიდი აბერდი მანახე. ახლავე, ბიჭი.
რა ქვია, სახელი ალბათ რაღაც ძირულელი ბიჭები თუ რა ქვიათ ახლა? ხომარ დაგვაგვიანდა, ავარიაში მოვყევით და აბა დავიწყოთ ხშია. მოიცა. ეს რა? შენ ვინ ახარ? მე დირიჟორი. მე რითი უნდა უდირიჟორო შენ? გულით. თავარი გულია. ისა არა ნათია? არა ბიჭებო, არაფერი არ გამოვა, კონცერტს ვერ ჩავატარებ. კონცერტი აუცილებლად ჩატარდება. ხო, ჩატარდება, რატო? იმიტომ რომ ხშია და სიტყვა. კარგი კონცერტს ჩავატარებ. კარგი, ხო. კარგი, ამათ რა უნდა ჩაატარო. აუ, მოდი, ნახე, არაფერი არ ჭირს. მოდი, ჯამრთელი მუსიკოსი, მოდი, დადიქი და რაღაცა. ძღოლი ვარ მე, რა მუსიკოსი. ძღოლი ხარ? ხო, რა არის? მე ძღოლი თუ ხარ, რატომ უაყოლე ავარიაში, რატომ უაყოლე, ნახე რას გვანა. ესენი კი არა, მე მოვყევი ავარიაში, და ამ ხუჭებისა სახე დავარდყი იმას საჭეს, ამათ არაფერი არ მოსულია. მოიცა, აბა ამდენი თაბაშირი რატო ვადებთ? რატო და დამისყე შეშა ხო არა ვარ და კარტოფილი ხო არ მიგაქვს და ცოტა მივჟეშტი ბიჭო. ულამუსო. შენ არ გეკო? კაი, მოიცა, გეხოცები და ისა ბატონო ძღოლო. ისა ავტობუსში დაგვევოდეთ რა. კაი, ხო, ისა ხო, მოიცა და კარგი ხო, კონცერტ ჩავატარებთ, ესე იგი, გარმონი, შენ დრამერი ხარ, შენ ხარ გიტარისტი. ხო. კაი, რითი უნდა დაუკრა? ხელებით. აბა მანახე. მანახე. მოიცა. ესეთი უცნაური მოტეხილობა რატო გაქვს? ხო, პრინციპში ყველა მძღოლთან კონფლიქტი ამის გამო დაიწყო. აი, ჩვენი სოლისტი, რა მაგარია, უნებელი სოლისტი, არაფერი არ ჭირს. ისა, შენ როგორ გადაურჩი მძღოლს? მე უკანასკამზე ვიდექი და თემამდე მოვიდა დაღლილი იყო უკვე ერთი თამარტაყელები. აბა კაი ხო ისა დავიწყოთ კონცერტი ხშია. კაი დავიწყოთ. გზაში მოგვივიდა ჩვენ ავარია ავტობუსის ძღოლი არის უდიძია თებს გულსრეთა სახე რომ გაგვიხია ავტობუსის ძღოლი არის უდიძია თებს გულსრეთა სახე რომ გაგვიხია რა სახმაურით რა ხდება ხა რა სახმაურით უიმე წავედი მე უკანა კამებს და წავედი ერი არაფერს არ ვაშავე შენ თავიდან არა ეს ისეთი ვაიმე მოიცადე მე სამელოდეთ მორბი ვარ რა მოგივიდა? აი რაღაც ნერვებზე ვარ, აი დაძაბული ვარ რაღაცნაირად ვარ. აი მარტო წყალმა არ გიშველა, ხო როგორ ჩანს? არა, რამდენი წყალი. რატო დატოვე დაგელია ბოლომდე იქნებ რაღაცა მე ვიცი, მე მაგ დამაწყნარებელი ტაბლეტი. ვიცოდე? აცა. აჰა, და მიაყოლე, ოღონდ ბოლომდე მიაყოლე წყალი. მიაყოლე. ეხლა დაწნარდები, ეხლა მოგეშვება, ეხლა ნახე რა მოგივა, ეხლა
კარგი წამალია? კი. რა წამალია? ვიაგრა. რა? ფაკო რა გააკეთე? ხო იმე რა გააკეთე? ფაკო რაღაცა მომივეხა და შენ დაგაბარე ყველაფერს სოდა. შენ არ შეიძლება ეგეთი რაღაცეები რა კარგი რა გააკეთე? ფაკო. ერთი წუთი. ორი წუთი, სამი, რამდენი წუთი? უკაცრავად ესა, ამიკო ეს წაიღე და ცივია შუბზე მიიდე, ცოტა ხან დამეულე. It's kind of back. I still trying to let it out. მიდი, წადი. კიდე მომატყუე, სამჯერ. წარმოიდგინეთ სიტუაცია სასტუმროში, სადაც ადგილები არ არის, ნომრები თავისუფალი არ არის და პროფესორი შეუშვეს ახალ დაქორწინებულებთან. მოდივარ ამიტომ. აუ, რა მაგარია, ერთი კვირაა ცოლქმარი ვარ და როგორც იქნა მარტო დავრჩით ნათესავების გარეშე. არა, მე ისე ცოტა მომენატრება. ვინ? თამადა. ვინ თამადა, გოგო? იხომრე. ხოლო მეორჯერ ეგრე აღარ იხუმრო. ისედაც ამჯერა რომ მარტო ვარ, თაფლობისთვის რო ვატარებთ მარტო ამჯერა. ისე მარტო. რა შესანიშნავი კონსტრუქციებია. შესანიშნავი ნაშენია. თქვა დიდძალი ენერგია აჩადებულია ყველაფერში. ტალახი, აგური, ტალახი, აგური და შეკიდული ჭერი. შესანიშნავია. საოცარი პროექტია. შპალერი მოიში, ილიპოლ მოიში, შეტაკი მოიში. განათლებული თამადა გიო. გამარჯობათ. არავით არის თამადა, არავით არის მერიკიფე, უბრალოდ მეცნიერი ზორბეგი. სალამს თუ დააყოვნებთ ხმაზილკაცო? გამარჯობა, მაგრამ არავით არის, მაგრამ მე აქ კონფერენციაზე ვარ, ამ ნომერში გამანაწილეს და არავის მივცემ უფლებას რომ თქვენ აქედან გაგაძეონ. იმიტომ რომ არტო მეშინია. უცა რა ამ ნომერში შემოგასახლეს, ეხლა არ გადამრიო. არა, ისა, კაი, ბოდიში. იცით, ჩვენ დიახ, მე ყველაფერი ვიცი, რაც გინდათ ვკითხეთ თანამედროვე მეცნიერებიდან, ყველაფერზე გიპასუხებთ ამომწურავად. მაწილკაცო. სიგარეტი ხომ არ გეკნებათ? მოგეხსენებათ მეცნიერებს სიგარეტის ზეთის პურის და მსგავსი რაღაცების ფული არ გაგვაჩნია. არა, არ ვეწევი. არ ეწევით განსაკი ცხოვრება, ეს შესანიშნავია. ისა, მოიცადე, რაღაც უნდა ვქნა. მეგობარო. ესე უცებდა მეგობრდეს და შენ. ხო. ისა, ხო არ გინდათ? კაი, ხო მეგობარო. ისა, იცი მე შემიძლია რახან ამ ნომერში შემოგასახლეს, ნუ შემიძლია სხვა სასტუმროში დავრეკო და ნომერი დაგიჯავშნოთ. სადაც მარტო იქნება. რას ლაპარაკობთ რა მინდა სასტუმროში მარტო თუ გნებათ თქვენ წაბრძანდით. თქვენ ბრძანდებოდეთ მე თქვენთან ცხოვრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ქიმია გიყვართ? მოიცადე. მომიტევეთ. ამას რა უნდა ჩვენ აუ რა დღეში ვარ ჩემ. აი ხომ ხედავ თქვენს გიჭირთ ჩემთან განშორება ბრძანდებოდეთ თქვენც აქ იყავით. კარგი გიო მე ხომ არ სადარ გარბი ვარ. შენ არ გარბი ხარ, მაგრამ ამას რა უნდა? ხმაწვილკაცო. თქვენ აქ ბრძანდებოდეთ თქვენ საქმეს მიხედეთ მე ხელს არ შეგიშლით ჩემთვის ვიქნები. აუ ხო მართლა. ჭადრაკის თამაში თუ დააპირებთ მოგებულს მევხვდები. ჭადრაკი უკაცრავად რა იცით რა ხდება რამდენი ლამაზი მეცნიერი ქალი ჩამოდის კონფერენციაზე. თქვენი მიხედეთ თქვენ საქმეს, მე ხელს არ შეგიშლით, ჩემთვის ვიფუსფუსებ და გაბარია. მოიცადე რაღაც უნდა მოვიშლი. რაღაცა უნდა ვქნათ, რაღაცა ესე. მე მოვიფიქრე რა უნდა ვქნათ. ხო, გენიოსი ხარ, ნათია, ისა. ახლა შეიყვანს აცადეთ. ბატონო ზორბეგ. დიახ, უბრალოდ ზორბეგ. ბატონო ზორბეგ. კლასიკური ვეშები. თქვენ ახლა დაღლილი იქნებით. ჭეშმარიტებას ბრძანებთ. ხო, გაბრძანდით აგ სამზარეულოში, გამოვაღეთ მაცივარ და რამე მიირთვით. რაოდენი ყურადღება. დაყოლდით დიდხანს და მიირთვით. ბლაგადარიუკ მაცვილკაცო, ბლაგადარიუკ. კი, შევბრძანდით. აი, სამზარეულოში მოთანხმდით.
მარტო და იცი რა და მაინც რომელი შევჭამო პირველი კვერცხი თუ ქათამი? და მაინც რომელი გაჩნდა პირველი კვერცხი თუ ქათამი? Яйца или петух? გამიორე თუ შეიძლება. Яйца или петух? ისა. Лети петух в небеса. აუ, აი. ნაცია, იმ ფილმში რამას კორინთელს რომ მეცნიერისთვის უნერგავენ. რა ქვია მაგას? მატრიცა. არა, გოგო, რა მატრიცა? ან მატრიცა, ან დავით გიორგაძე. ხო, აი, ვინ თქვი მეორე? დავით გიორგაძე. აუ, აი მაგას ვიბატისტორე ამას გავგლიჯავდი შუაზე. Вот тебе петух. მოდი, ყველაფერი პირდაპირ. Вот тебе петух. მიდი, ყველაფერი პირდაპირ, მიდი. მიდი. ბოდიში. პეტუხს მოვათავსებ. კი, ისა. ბოდიში. დიახ, მაწულ კაცო. არ ნერვიულობ, ისე უბრალოდ, იცით? დიახ. ჩვენ ახალ დაქორწინებული წყვილი ვართ. პაზროლე. ხო. და დიახ. ახლა უნდა გქონდეს პირველი ღამე. ჩაიფიქრეთ რამე სურვილი. მართლა? პირველი ღამე უნდა გქონდეს. მართლა პირველი. რა? უი, დამონცდა. ჯოკონდას ხიმილი აქვს. ესა. არა, ერთ წუთი ვერ გაიგეთ. ჩვენ პირველი ღამე უნდა გქონდეს. სექსი უნდა გქონდეს, სექსი. სექსი? ბუნდოვნად მახსოვს. რა ბრძანეთ? რა სიტყვა ბრძანეთ? როგორ გაბედეთ ყმაწვილ კაცო, ნუ თუ არა გცვენიეთ, ой, სულოთ სოდვილო. მე ამას გაპატიებთ, ვაგლახ რომ მეძინება, მე ჩემთვის მოვითავსდები, გამოვიძინებ და ხვალ დაგლაპარაკებით მაგ ბილდ სიტყვაობაზე. სექს тоже мне физкультура. აი, მოდი ვსა დავიძინოთ, მოდი ვსა გთხოვრავს. კაი, ხო, აი, გეხოცები ერთი ღამე მოვიწმინო და დილით რაღაცას მოვიფიქრებ. გაძლოქეთ. რა გადაგიმალოთ, დაჭექა ქუხილის მეშინია. მოვიდევეთ. აჯექია. ეხა კარგად მომისმინე. როდის დაგიჭირეს? ეხა. რამდენი იქნებით? 7. 7? ორგანიზატორი ვინ არის? იცოდე ყველაფერი თქვი. ლევან კვარაცხელია. კვარაცხელია. გასაგებია. კიდე ვინმე არის ისეთი? ყველაფერი თქვი გეუნები? ისეთი არაფერი ჩაულებრივად ყველაფერი იქნება ისე როგორც საჭიროა. დიდი ხანი მუშაობდით? ერთი კვირა. ერთი კვირა ამზადებდით ამას? ერთი კვირა ამზადებდით ამას? მუსიკალურები იქნება? კი. ხმა, მოიღე, არ მესმის. კი. ხმა მაღლა. კი. კარგი, თავისუფალი ხარ. დაიყვანეთ ეს და მეოთხეს ჩაკეტეთ. დაიყვანე მეოთხე. პატიმრების კონცერტი.
მოგესალმებით ძვირფასო მსჯავრდებულებო. ჩვენ ახალ გახსნილ ულტრათანამედროვე კოლონიასთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივი წარმოგიდგენთ კონცერტს. დღევანდელ საღამოს გახსნით ჩვენი კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე არასრულწლოვანთა კოლონიიდან. მაშასე გთხოვთ გავამხნევოთ მაჩვით. გამარჯობა. მე წაგეკითხავთ ლექსს. მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მოსამართლემ გადაწყვიტა რომ მირჩევნია აქ სიკვდილი. სანზონიდან ქალი მორბის, ატრიალიდან თელი ეზო, აღაჩაგებს ამ ქალს გივი, აღაჩაგებს ამ ქალს რეზო, გაზარალებულს ორივე აულიან, ჩაულიან, ხომ არაფერს აშავებენ, მაინც დანაშაულია სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. ერთი ვიცი. პატიმარი ბიჭი ვარ, მომავდივარ სცენაზე, რა დროს ჩემი ლექსებია, პატრონი ვარ ყველაზე. პრობლემა არის რამე? არის რამე პრობლემა? განვაგრძობთ კონცერტს. ჩვენი შემდეგი მონაწილეა უნიჭიერესი მომღერალი, რომელსაც გუშინ ამნისტია შეეხო და ხვალ ტოვებს ჩვენი უსაყვარლესი ციხის კედლებს. მაშასე უნიჭიერესი ნომერი 189. იმღერე. არა. იმღერე. არ ვიმღერებ. რა არ იმღერებ, კონცერტია. სანამ ჩემი ადვოკატი არ მოვა, ერთ სიტყვასაც არ ვიმღერებ. მაშასე. ღერის პატიმარი ნომერი 189 ინსტრუმენტთან მისი ადვოკატი ბატონი დავით ფიფია. გთხოვთ მივესალმოთ. კაცი რომ გავძარცვო მე მაინც მავალ ძიმე რომ მარცემო მე მაინც მოვალ რომ არ ვიყაჩაღო მე მაინც მოვალ სურამ შემისხავ მე მაინც მოვალ მე მაინც მოვალ დიდი მადლობა. სანამ კონცერტს განვაგრძობთ, მინდა ერთი განცხადება წაგიკითხოთ. დაიკარგა ორჯერ ნასამართლევი ზურაბ დობორჯგინიძე, რომელსაც მე-9 სექტორის მე-17 კამერასთან ელოდება სპეცრაზმი. ახლა კი განვაგრძობთ კონცერტს და თქვენ წინაშე წარდგება განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი 7-ჯერ ნასამართლევი რეციდივისტი პარუნა. Hologramma! Oh baby, baby, I shouldn't have let you go. And now you are decide. Show me how you want it to be. Tell me, baby, 'cause I need to know now. I'll be gone. My loneliness is killing me, and I must confess, I still believe. When I'm not with you, I lose my mind. Give me a sign. Hit me, baby, one more time. Adragi! ჩვენი კონცერტი გრძელდება. თქვენთან ფოტოს გადაღება თუ შეიძლება? კარგად. განვაგრძობთ კონცერტს. ახლა კი თქვენ წინაშე წარდგება უნიჭიერესი პატიმარი, რომელიც წაგვიკითხავს ჩანახატ დეკემბერი. დეკემბრის სუსხიანი საღამო იყო. არც წვიმდა, არც თოვდა.
ღები თითქოს ციცივისაგან ატუზულან. ჩიტებიც უმპოტონთ დაფრინავდნენ. უცებ ავტობუსი გაჩერდა და რაღაცამ გამოანათა. გოგონას ლამას სახეზე თვარიშუკი ისე ირეკლებოდა, როგორც ცვლიან ბალახზე სისხივები. მე მისკენ ნელინა ვიჯებით წავედი. მივახლოვდი და თავი დავხარე. შემრცხვა? არა, უბრალოდ არ მინდოდა რომ დავეწვი. მერე თმებში მაგრად ჩავჭიდე, ხელი ჩემსკენ მოვსიდე და კისერში ვაკოცე, გავიქეცი. შემრცხვა? არა. უბრალოდ ოქროს ხოლონი თავისი ჯაჭვით ხელში მეკავა და მეტი რა მინდოდა. ახლა ჩამესმის მისი განუმეორებელი ხმა. პატრული! 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 პატროგო, ჩემ დამჭერო და ამძლიერო. ტანო, კულფიანო, ოდნავ ხნიერო. ვერ გაგეკეცი შენ ხელთავალ, ოხ შეწფიერო. გამიშვიძია, კეთილო და გულმობიერო. გამიშვიძია, შენ ლამაზთვალე მჭირო. წავალ, შენ სახტივიტი, ძია გამიშვიძია. შენი ლამაზი. მაშასე, ჩვენი კონცერტი სამწუხაროდ დასასრულს მივახლოვდა და ბოლოს ჩვენი კოლექტივი წარმოგიდგენთ ცეკვას. დიდი მადლობა. ასეთი იყო დღევანდელი თქვენი შოუ. მომავალ სამშაბათს ჩვენ კვლავ შევხვდებით ეთერში ახალი იუმორისტული პროგრამით. და დაიმახსოვრეთ, ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, რადგან ეს არის თქვენი შოუ. მიყვარხარ.